დაიწყო ჩაწერა. კი ბატონო, ესე იგი, დღევანდელი ჩვენი ამოცანა წინა ამოცანებისგან განსხვავებით არის უკვე computer vision-ზე, რომელიც ერთდროულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა, მაგრამ თან ამავდროულად ესეთი drawback შეიძლება კონდეს, რომ იმისათვის, რომ ამ სფეროში რამე კარგი მოდელი თუნდაც ისეთი სატესტო გაკეთდეს, შეიძლება ბევრი კომპიუტერს დაგჭირდეს რა. ამიტომაც იყო requirement-ებში, რომ E4 GPU-ზე უნდა გაირანოს თქვენი მოდელი აუცილებლად 1 საათში, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ეს Google Colab, რომელიც Google-ის პროექტია, უფასოდ გვთავაზობს runtime-ებს გარკვეული დროით. და ერთ-ერთი გვთავაზობენ ჩვეულებრივ CPU-ს, რომელსაც არის შესრულება რამდენია, არის ეს T4-ის GPU და ასევე არის თავად Google-ის ასე ვთქვათ, და Google-ის მოდელი არის, hardware არის TPU, ქვია Tensor Processing Unit, რომელიც თალკე საინტერესო თემა არის, რომელიც იდეაში GPU-ზე უკეთესია უბრალოდ. GPU-ს უკეთესი environment-ი აქვს და ის CUDA, რაც ალბათ ხსენებიათ თქვენთან 2007 წლიდან development-შია. ვერ ვიტყვი რომ მაინც მარტო machine learning-ის გათვლა იყო, იმიტომ რომ CUDA-ს კერნელები რაც წერება, თავად ვიდეო თამაშებშიც გამოიყენება, იმიტომ რომ GPU graphics processing unit არის და ერთ-ერთი გათვლა იგი იყო, რომ ray tracing-ი და რაღაც ეგეთი ალგორითმები რო არის კომპიუტერული გრაფიკის დასამუშავებლად, მან გამოიყენებოდეს. ამიტომ ეს TPU უკეთესია, მაგრამ ზოგადად benchmark-ად GPU-ს უფრო იყენებენ, ისევე როგორც მოდელების ტრენინგისთვის. ნუ მოკლედ ხა ტასკი დაუბრუნდეთ, როგორი ტასკი არის, რომ გვაქვს სურათები, რომელიც არის 128-ზე, ნუ რაღაცა ისეთი ყვავილი. და ასევე გვაქვს ფაილები, რომელშიც გვაქვს აღწერილი რაღაც თავად ეს ფაილის path-ი და შემდეგ არის caption-ი, ანუ რაღაცა აღწერა აი ამ ფაილის. და გვინდა რომ აქედან გამოვიცნოთ აი ამ ფაილში, ამ ფოტოზე რას ვხედავთ. გვაქვს 8 კლასი სულ. ხო, ეგ წერია airplane, car, cat, ასე შემდეგ. ცოტა ვიღაცა უნდა დავექსერტო მგონი. მე დავამატებ ხოლმე ბავშვებს. ოკეი, მადლობა. დიახ, მოკლედ და გვაქვს ეს 8 კლასი და ჩვენ გვინდა რომ უშუალოდ აი ამ 8 კლასის მიხედვით ამ 8 კლასში გავანაწილოთ ყველა ფოტო. მაგრამ ახლა პრობლემა რა არის, რომ აი როგორც ახლა ნახეთ ეს caption-ების ფაილი რაც იყო, ამ caption-ების ფაილში უშუალოდ კლასი კი არ გვიწერია, არამედ უბრალოდ რაღაცნაირი აღწერა არის ზოგადად. და ახლა მაგ აღწერით უნდა გავაკეთოთ ისე, რომ რაღაცნაირად ეს აღწერა გადავიტანოთ ამ label-ებზე, აი ამ raw label-ზე და სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით აი ამ challenge-ის მთავარი ნაწილი ზუსტად ეგ იყო. როგორ მოვიფიქრებდით აი ამ ტექსტების გადაყვანას შესაბამის კლასებად. ნუ აქ ჯერ კოდს რო ესე ხაზი გავუკვეთ სიტყვაზე. ამ ეს სიმართლე გითხრათ იმაზე არ გამირანო სკოლებზე, იმიტომ რომ რაღაც გამო ამოწურული მქონდა ეგ კომპიუტერი, მაგრამ ნუ იდეა იგივე არის, ვაიმპორტებთ რაღაცა თავიდანვე ვაიმპორტებ library-ებს მე რომ მახინჯად არ მოგვეჩვენოს კოდში. device ვირჩევთ, რომელიც სამწუხაროდ შემთხვევაში CPU არის. და როცა კოლაბზე ვართ, ეგეთი პრობლემა იყო, რომ აი მაგალითად სიტყვაზე ქვია ეს ჩვენს ფოლდერს და drive-ზე თუ links ვერ ხედავდა. ამიტომ ოპერაციული სისტემის კომანდი უნდა გამოიყენოთ change directory და უნდა მივუწოდოთ ის path-ი, სადაც გადავა, მაგრამ ნუ ეს მე კომპიუტერზე არ დამჭირდა. ხო, ეხლა რა შეიძლება ამოხსნას. ამოხსნის ესე ვთქვათ, თან ტრივიალური, მაგრამ თან ასე ვთქვათ, ყველაზე განსხვავებული ნაწილი არის ალბათ AES extract label ფუნქცია, რომელიც რო გითხრათ, რომ ეხლა ძალიან ღრმად რთულია და რა კონკრეტულ მეთოდს იყენებს, არა, უბრალოდ მოითხოვდა, რომ ხაზი-ხაზს გადავყოლოდი აი ამ ჩვენს datasets და იმის მიხედვით ამერჩია რა keyword-ები შეიძლება და ყოფილიყო airplane-თან დაკავშირებული, თითოეულ keyword-თან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან ბევრი ზოგიერთ სექციას ბევრი value წერია და ამასაც განვიხილავთ რატო. მოკლედ ჯერ მოდი უბრალოდ თავად ამ ფუნქციას გადავუყვეთ, რომელიც იღებს captions და
ყოველ შემთხვევაში slower-ად ვაქცევთ. მე გვაქვს ესეთი dictionary, რომელშიც key არის ის ჩვენი 8 კლასი, რომელიც გვჭირდება და value არის ყველა ის ეს ფუნქცია და ამ ფუნქციას ეს keyword-ი და ამ keyword-თან დაკავშირებული სიტყვები, რომელიც დაგვეხმარება რომ ამოვიცნოთ რომელი კლასი არის თითოეულ სურათში. აქ ახლა ზოგიერთი სიტყვა გამართულს არ გავს, ხა araflame და arafline, ნუ წინ პოები ჭირდება, მაგრამ რატომღაც dataset-ში თავად ეგრე იყო და ამიტომ ესეთი araflame და parafly ის ნაცვლად აიბით გვაქვს მარტო. და ესე იგი, რას ვაკეთებთ, რომ გადავულით აი ამ dictionary-ს, ეს არის კლასი და არის keyword და თითოეული კლასი მაქვს ჩამატებული ასევე თითოეული keyword-ი მაქვს ჩამატებული ასევე მის value-ებში სიმარტივისთვის. და რას ვაკეთებთ, რომ თუ შეგხვდა ეგ keyword-ი მაშინ რა ქვია წინადადებაში, ესე იგი ეგ კლასი ყოფილა და ვაბრუნებთ. აქ ზოგადად რა პრობლემასაც შეიძლება გადავაწყეთ არის ის, რომ ეგ კლასს ერთ და იგივე აღწერაში ერთ და იგივე caption შეიძლება რამდენიმეჯერ შევხვდეთ თითოეულ keywords. მაგრამ ერთი არის ის, რომ ნუ ახლა ეგ გარჩენ რამდენად რთულ მოდელს აწყობ და მაგის მიხედვით არის ნუ მეტი ასე ვთქვათ მეტად გაცვლა მოგიწევს და მეორე რაც არის ის, რომ caption-ებს რო შეხედოთ, ძირითადად ისეთი სტილით არის წინადადებებია წყობილი, რომ თავარი სიტყვა არის წინადადების მარცხნივ. ამიტომ ეს რო გადაუყვება აი ამ caption-ს მარცხნიდან გამოდის, რომ ანუ ეს მარცხნიდან მოუყვება. რო გადაუყვება მარცხნიდან გამოდის, რომ მაგ keywords-ს დაიწყებს, მაგ keywords-ს შეხვდება, მაგას აბრუნებს. ამიტომ წინადადებაში თან ახლა ის იშვიათად იქნება ესეთი შემთხვევა, როდესაც ერთზე მეტი keyword ემთხვევა ერთ და იგივე captions. და ამიტომ ესეთი მიდგომა ამ მარტივ case-ისთვის მისაღებია. თუმცა რა თქმა უნდა, უფრო კომპლექსურ case-ებში შეიძლება უფრო კრეატიული მიდგომები დაგვრჩირდეს, გააჩნია პრობლემას. ხო, ახლა რასაც ვაკეთებთ, გვაქვს data frame-ი, რომელშიც ეს label name-ს ვამატებთ და ვიყენებთ ამ caption-ებს გარდაუქმნით აი ამ extract label მეთოდით. გვაქვს train data frame-ი, რომელშიც drop-out აი ამ label name-ს, იმიტომ რომ არ უნდა ვიცოდეთ რა არის და ნუ ინდექსები იმისათვის, რომ მე უკან მარტივად ამოვიჩნოთ კლასები. ხო, თან ეს გლობალური definition-ებს შევხედოთ, რაც პრინციპში სახელი ხსნის რაც არის რომ აი ამ კლასებისთვის კლასი გადადის რომელ კლასს რომელი ინდექსი შეესაბამება და რომელი ინდექსი რომელი კლასი შეესაბამება, ეს რა თქმა უნდა მე ტრეინინგის და ტესტინგის დროს დაგვრჩება. ხო, ახლა რაც შეეხება ვიზუალიზაციას. სიმართლე გითხრათ, ახლა ეს საბოლოო კოდი, პირიქით საბოლოო კოდი არის მარტო. აქამდე ბევრი რამე შევცვალე ამაში. იმის მიხედვით, აი აქ keyword-ები რო ემატებოდა. უფრო სწორად, ნახეთ, რას ვაკეთებთ აქ, რომ ვითვლით თითოეული სიტყვა რამდენჯერ შეგხვდა, აი ამ weak label-ებში. ხო, დავიწყო weak, იმიტომ ვქვია, რომ უფრო არ ვიცით მაინც და მაინც ეგ არის თუ არა მაგ ტექსტიდან, ხო? ეგ ანუ car შეგხვდა თუ არა უშუალოდ მაგ ტექსტში ჩვენ უბრალოდ მიახლოებას ვაკეთებთ, რომ აი ამ caption-დან, აი ამ extract label ფუნქციამ რაც მოგცა, მაგიდან დავასკვნით, რომ იყო car. მაგიტომ არის სუსტი, ზუსტად არ ვიცით მთლად სწორად მოგცა თუ არა, ეგ არის ჩვენი აპროქსიმაცია. და ეხლა რასაც ვაკეთებთ აი აქ არის რომ ნუ თითოეული კლასს პლოტავთ, მაგრამ ამავდროულად ჩვენთვის უფრო საინტერესო რაც აღმოჩნდა იყო, რომ რამდენი ისეთი caption-ია, რომელსაც საერთოდ რა აქვს ეს weak label-ი. და ეხლა რა ვარიანტები გვაქვს? მაგალითად აი ეს აქ ალბათ giraffe უნდა ეწეროს შემოკლებული არის sitting on the title floor in a room with a white wall. და სულ რო giraffe იყო, რო ჩასვლა აქ giraffe იყოს, არც ძაღლს მიეკუთვნება, არც კატას და არც სხვა ელემენტს. ამიტომ ეხლა აქ ისეთი 76 caption-ი დარჩა, 76 ისეთი data entry გვაქვს, რომელსაც ზუსტად ვერ დავადგენთ რა არის. ანუ ამ 8 კლასიდან არც ერთ არ მიეკუთვნება მაინც და მაინც. მაგრამ სანამ ახლა ამ საბოლოო შედეგამდე მივიდოდით, მაგამდე თითოეული სიტყვის ჩამატება მომიწია და ხელით ასე ვთქვათ, ვაინსპექტებდი რა სიტყვები რა კლასში ესაბამებოდა. იმიტომ რომ პრიმიტიულად დაწერილი მქონდა ის extract label ფუნქცია ისე რომ მარტო მეგონა რომ უეჭველი ეს კლასის სახელი შეგხვდებოდა.
მაგრამ ეხლა იყო წინადადებები, სადაც ქოქონათ რა ვიცი, ლიმონი ეწერა და იგულისხმებოდა fruit. და მაგიტო დაგვჭირდა ეს exploratory data analysis, რომელიც როგორც შევამჩნიეთ, ისეთი კლასიკური არ არის, ხო, რაღაც საშუალოს რო ითვლი და სტანდარტულ გადახრას და ეგეთები არ არის. დატას გააჩნია, როგორ იდეის ვატარებთ და ნუ ტექსტს ყველაზე კრეატიული აქვს ხოლმე ხანდახან. მათ შორის ესეც. და ნუ აქ გვაქვს ეს 76 წინადადება, რომელიც შეიძლება რომ შეხედოთ ეხლა თქვენ როგორც ადამიანმა მიხვდეთ, რომ აი მაგასაც გამოდი რა კარგი მაგალითი, ეხლა აქ აღწერია, მაგრამ yellow ball არ ეწერა, რაღაც ჩვეულებრივი ეწერა, yellow რაღაცა on a white plane და შეიძლება ყოფილიყო ეგ yellow რაღაცა banana, მაგრამ მაგას უბრალოდ caption-ი და ესე ვერ დავადგენით და შეიძლება და რეალურად ეგ yellow საერთოდ სხვა რამეს აღნიშნავდეს, ამიტომ მაგას ვერ გავმარტივდით, ამიტომ ესე დავსკიპოთ, ამას აღარ ვეხებით. ხო, ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მოდელს, ნუ აქ PyTorch-ში შემოდის და PyTorch-ის სპეციფიკა, რომ custom datasets ვაკეთებთ, რომელიც სვალდებიც არის თავად data frame-ი და transform ფუნქცია. სიმართლე გითხრათ, ეს არ ვიცოდი, რომ ესეთი data type ქონდა, მაგრამ მეც დავარესტეჩე და გავიგე და სიმართლე ეს სიგნაჩერების გაწერა ძალიან კაი პრაქტიკა Python-ში, როგორც კოდის წაკითხვის თვალსაზრისით, რომ ვიღაცა რო წაკითხავს თქვენ კოდს, გაიგებს რა ხდება, იმიტომ რომ ზოგადად კოდი უფრო ხშირად იკითხება, ვიდრე იწერება. და მაგიტომ კარგი არის, მაგრამ თან ასევე თქვენს გეხმარებათ გაგებაში, რომ აი აქ რასელოდებით, წინასწარ გიწევთ მაგაზე ფიქრი, რომ აქ რა data type შემოდის და ამავდროულად რა თქმა უნდა, თავად Python-საც ეხმარება, რომ რაღაცა error-ი ან warning-ი მინიმუმ დააფიქსიროს. ნუ გვაქვს ესეთი კონსტრუქტორი, პრიმიტიული, გვაქვს length ფუნქცია, რაც საჭირო არის აუცილებლად და get item ფუნქცია. length-ი უბრალოდ data frame-ის ზომას აბრუნებს, ხოლო get item-ი, რომელიც index უნდა იღებდეს და იღებს კიდეც, იღებს ეს იმის rows ადგენს, მე ამ rows path-ის მიხედვით ხსნით ფოტოს და თუ ეს self transport-ი გვაქვს დაპროვაიდებული აქვს, იმიტომ რომ შეიძლება non იყოს, ხო? თუ არის self transform-ი დაპროვაიდებული, მაშინ transform-ს ვაკეთებს. და ეხლა transform-ი რატო დავამატებ? იმიტომ რომ ხშირად computer vision-თან დაკავშირებულ მოდელებს ახასიათებთ, განსაკუთრებით ეხლა ისეთ პატარა მოდელებს, overfitting-ის პრობლემა, რომ უშუალოდ იმ datasets ერგებიან. და ამიტომ დავამატე ეს transform-ის მეთოდი, transform-ის ატრიბუტი, რომ მე აქ გამომეყენებინა ამ pipeline-ში, ასე ვთქვათ, random horizontal flip-ი. რაც, ნუ, ფოტოს შინარს იგივე სტოვებს, მაგრამ მოდელს აძალებს, რომ აი ესეთი data-დანაც ისწავლე. და უფრო კარგი არის ეგ იმისათვის, რომ განზოგადდეს მოდელი და არ შევიწროვდეს. იმიტომ რომ ადამიანი რო არის ჩვეულებრივ ფოტოში, მაგას რო იცნობს მოდელი კარგია, მაგრამ თუ ფოტო რო 180 გრადუსით ამოატრიალოს და ადამიანს თავდაყირა რო იყოს ამ ფოტოში, ამის ცნობას უნდა შეეძლოს, რომ ადამიანია და არა რეიკი. და მე გვაქვს, დიახ და ნუ ეგ იყო transform-ის იდეა. ეხლა რაც არის, რომ აი ამ transform-ების pipelines ვაკეთებ. პირველი საჭირო მგონი არ იყო მაინც და მაინც, მაგრამ რაღაც ტესტინგისთვის ან ყოველ შემთხვევაში მაინც 128-128-ზე resizing გავაკეთე, არა დავიცოდით 128-128-ზე იყო ფოტოები. მერე შემოდის აი ეს transform-ის ელემენტი. ნუ ტენსორად გარდაქმნა, იმიტომ რომ ფოტოებს ვკითხულობთ აი ამ pillows library-ით, ძალიან გავრცელებული გზა არის. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს სხვანაირად თუ წამიკითხოს ოდესმე. აი ეს pillow library არის და ეს მეწერია და მაგის image მეთოდი არის. და ეს image მე უნდა გარდაქმნათ ტენსორად, ხო, რომ PyTorch-მა იმუშაოს. და ბოლო რაც გავაკეთე არის ნორმალიზება, რომ gradient descent-ისთვის ან optimization algorithm-ისთვის აჩქარდეს. ეგ შეიძლება ეხლა ეგეთი ინტუიციური არ არის, მაგრამ რაღაც პრაქტიკას მოაქვს. და ეხლა ეს რა მიწერია აქ? RGB, ან თითოეული ფოტო ხო არის red, green და blue, როგორც ალბათ აქამდე შეხვედრი ხართ. თითოეული ვექტორი არის სამ ნიშნულობიანი. და ეხლა რა მინდა მე გავაკეთო, რომ მინდა რომ დავანორმალიზო, ანუ -1 შუალედში ჩავტიო. და ეხლა რას ვაკეთებ? პირველი არგუმენტი ეს პირველი ვექტორი, პირველი ტუპლი, ასე ვთქვათ, არის
საშუალო სტუპლი და მეორე არის სტანდარტული გადახრილი სტუპლი. და ეხა აქ რაც წერია თითოეული გამოაკლდება, თითოეული მნიშვნელობა გამოაკლდება შესაბამის ვექტორს. ანუ რო შემოვა მოდის სიტყვაზე რაღაცა x-ი უდრის რაღაცა 1 2 3. ეხა ამას რა მოვა? პირველ რიგში გამოაკლდება ესე გამოთვლითაც დავწერთ. თითოეულ კომპონენტს გამოაკლდება 0.5. ნუ ახლა მაგალითად ეხლა 0.6 რო ჩაგვეწერა, აქ 2-ს გამოაკლდება 0.6 და მე ისევ 3-ს გამოაკლდებოდა 0.5, ხო? მაგრამ 0.5 დავტოვოთ და მე ეს არის პირველი ნაწილი. და მე ეს არის რომ კიდე გაიყოფა. იმიტომ რომ სტანდარტულ გადაყრაზე ყოფთ, ხო? სტანდარტიზაციის ფორმა ხო ისეთი არის, x ვაკლებთ საშუალოს და აი ამ ყოველივეს ყოფთ სტანდარტულ გადახრაზე. ეს დიდი ისე. ამიტომ ახლა ჩვენ ამას ისე ავიღებთ და ამას გავყავთ 0.5-ზე, იმიტომ რომ თითოეული, ანუ აქ ამ შემთხვევაში სამივე კომპონენტი ემთხვევა და ეს გვაქვს ეს იგივეა, რაც ეს თითოეული რო გაიყოს 0.5-ზე. ხო. და საბოლოოდ ახლა რა შედეგს ვიღებთ? რომ ეს ყველაფერი დაგუჯდება -1 შუალედში. იდეაში აქ ის უნდა გაგვეთვალისწინება 1 2 3 კი არ იქნება და მნიშვნელობები 0-დან 1-მდე არის მნიშვნელობები და მაგით ხდება რომ -1 შუალედში ჯდება. რატო დავწერე 1 2 3 არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ტენსორი გარდაქმნის 0-1 შუალედში და მარტო მაგით მუშაობს ვექტორი, რა თქმა უნდა სხვა რეინჯი გვექნება და ისე. და ეს ფორმა რო გავამარტივოთ ახლა აი ეს დაგუჯდება ესეთი მარტივი ექსპრესიონი, რომ რეალურად ვაკეთებთ 2 x გამოკლებული -1 თითოეული კომპონენტისთვის. ასევე გვაქვს იგივე pipeline-ი ტესტირებისთვის, უბრალოდ ტესტირებისთვის გვაქვს ის, რომ რადგან ახლა გვაინტერესებს, რომ აბა მოდელი თუ ამოიცნობს ფოტოს, აღარ შემოგვაქვს ეს random horizontal flip, იმიტომ რომ უშუალოდ ინფუტების ამოცნობა გვჭირდება. და აქ ვქნით data loaders, რომელიც ჩვენი custom dataset-ის დაინჰერიტებული კლასისგან არის და არგუმენტებად ვაწვდით train-ის data frames, რომელიც აქამდე განსაზღვრეთ, შევახსენებთ აქით. და ასევე აი ამ train transforms pipelines. ნუ სტანდარტული patch size და რა თქმა უნდა რახან training არის ვშევხობთ. ხო, ეხლა რაც შეეხება CNN-ს. ჯერ მოდი ესეთ მას გაგაცნოთ, არ ვიცი თუ არ NN-sequential, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მიმდევრობით რა ფუნქციასაც ვიყენებთ PyTorch-ის NN მოდულისას, შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთად იმისათვის, რომ მე forward-ში ან რაღაცში და call-ებში მარტივად გამოვიძახოთ, ხო? ანუ მაგალითად ამას რომ body ქვია, x რო ჩავწვით ამ body-ს, შემოვა აქ და საბოლოოდ აი ამ output-ს მოგცემს აი ამის მერე რაც იქნებოდა და ამას ვაკეთებთ ერთხელში იმის ნაცვლად, რომ ყველა სასილკე უწეროთ. ხო, ეხლა აქ რას ვაკეთებ? გაყოფილი მაქვს ორ ნაწილად ჩვენი ნეირონული ქსელი. და რა ნაწილებია ხა ეს? არის სხეულის ნაწილი და არის classifier-ის head-ი. classifier-ის head-ი რა თქმა უნდა იმიტომ გვჭირდება, რომ გვაქვს ეს 8 კლასი, რომელსაც გვინდა დაუფლეთ, და არის კლასიფიკაციის პრობლემა და არის რეგრესიის და body იმისათვის, რომ თავად ნეირონულმა ქსელმა ისწავლოს ჩვენი data სტრუქტურა. 3-დან 38-ზე ამყავს, იმიტომ რომ 3 არის RGB. რა თქმა უნდა, ყველა layer-ს მე max pooling-ს ვაკეთებ, რაც average pooling-იც შეიძლება, მაგრამ მგონი პატარა და ეხლა აღარ მახსოვს იმას ეკითხათ, მაგრამ სადღაც მაქვს წაკითხული, რომ პატარა იმიჯებისთვის მინიმუმ 256 თუ არის, ზედ მაქსიმუმ, მაგისთვის max pooling-ი უფრო კარგად მუშაობს სტატისტიკურად.
და ნუ უბრალოდ რამდენიმე ლეიერში ამყავს და მაგას ცვლი და მიწერილი მაქვს რა ფულინგის შედეგი რა განზომილებზე ჩამოდის. კერნელის ზომას ვიყენებ სტანდარტულად 3-იანს, იმიტომ რომ 3 ერთ-ერთი ყველაზე კაი ზომა არის კერნელის და ასევე გამიგია რომ აი რეალური ფოტოები რა ვიღოთ 1920, 790 თუ რამდენიც არის. მაგათთვის კარგად მუშაობს ასევე 7-იანი კერნელის ზომები, მაგრამ ნუ ჩვენთან ახლა ძალიან overkill იქნებოდა. და პადინგი 1, იმიტომ რომ ყველა პიქსელი შეიცვალოს ყველა პიქსელისთვის გააკეთოს ეს convolution-ი, იმიტომ რომ არ გვაქვს ახლა ჩვენი იმდენად დიდი data, რომ მაგის დასკიფვამ რაღაც სასწაულის შედეგი მოხდეს. პირიქით შეიძლება performance-ი დააკეთოს. და რა თქმა უნდა, რელუ ამ შორის აქტივაციის ფუნქციებად სიმარტივისთვის. მინდოდა რომ ეგეთი აქტივაციის ფუნქცია გამომეყევინა glue ქვია. მაგრამ მაგას რაღაც სპეციფიკური ასემპშენები აქვს input output dimension-ის ზომაზე და მაგიტომ რაღაცები ბევრი ამის შეცვლა მომიწევდა, რაც არაინტუიციური იყო. თუმცა გიჩვენებთ რომ ეს glue და Google-თ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან სასაცილო ასე ვთქვათ paper-ი არის Google DeepMind-ის თუ Google Brain-ის განსწავლებელი research paper-ი არის, როდესაც ერთი კაცის ავტორი არის ამ paper-ის და უწერია რომ წარმოადგენა არ აქვს ცოტა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ნეირონულ ქსელზე glue ყველაზე კარგად მუშაობს და divine რაღაც ღვთაებრივ სიკეთეს მიაწერს აი ამ glue-ს მუშაობას. მე მაგ paper-ს დავლინკავ თუ დაინტერესდებით. ნუ ეს არის ბოტი, რომელიც უბრალოდ convolutional network-ი არის, რომელიც საბოლოოდ გვაძლევს 8-8-ზე image-ს და classifier-ი, რომელშიც ნუ ამას რა თქმა უნდა flattenებთ ერთ განზომილებიანი გახდება. Dropout layer-ი გვაქვს ნორმალიზაციისთვის, linear layer-ი და იმისათვის რომ კიდევ ისწავლოს დამატებითი სტრუქტურა და საბოლოოდ ამ რელუიანი linear layer-ის შემდეგ 512 განზომილებიდან მაპავთ ჩვენ 8 კლასზე. ვნი აი ამ მოდელს და მე რაც შეეხება უშუალოდ model training-ს. აქ არაფერ სასწაულს არ ვაკეთებ, პრინციპში cross entropy-loss არის ძალიან სტანდარტული და ალბათ საუკეთესო loss-ია შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, როცა გვეხება კლასიფიკაციაზე პრობლემაა. ნუ ორმაგით ვარი, მაშინ binary, მაგრამ ეგეც კერძო შემთხვევა არის cross entropy-loss-ის. და optimizer-ად ვიყენებ ADAMS, იმიტომ რომ default-ი არის, ასე ვთქვათ, და უმეტეს შემთხვევაში კარგად მუშაობს. ფიქრობდი გავმეტესტა stochastic gradient descent-ისთვისაც, მაგრამ კომპიუტერი ბევრ დროს აიღებდა და მაგიტომ აღარ ვქენი. და ვატრენინგებ 20 ეპოქისთვის, ხო? და ახლა აქ რას ვაკეთებ? მაინც რო გადავხედოთ, მაქვს ეს running loss-ი, რომელსაც ყოველჯერ ვომატებ. loss-ის რამდენი იქნება და თითოეული image-ისთვის და მისი შესაბამისი label-ებისთვის რას ვაკეთებ? ნუ ეს device-ზე გადამაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ჩემთვის ეს ისე CPU-ა მარტო და ეხა ეს ჩვეულებრივი სტანდარტული ბოდი, რომელიც ძალიან იშვიათად იცვლება ხოლმე მოდელის ტრენინგისას. Optimizer 0 რაც ვაკეთებთ, რომ წინაზე რაც gradient-ის value-ებიც აკუმულირება, რაც მოხდა, ეგენი გადავაგდოთ, ეგენი აღარ გვჭირდება და ეს ხდება შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამას წერთ აბსოლუტურ უმრავლესობაში. გამონაკლისი არის ესეთი შემთხვევა, როდესაც რაღაცნაირად გვინდა, რომ მომენტუმი შევინარჩუნოთ აი ამ ჩვენი ალგორითმის, ხო? ანუ მომენტუმი თუ გახსოვთ, არ ვიცი უბრალოდ ოპტიმიზაციის მეთოდები არიან გაიარეთ, მაგრამ ამ ოპტიმუმის აზრი, ამ მომენტუმის აზრი რა არის, რომ წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ რაღაცა ველი, აი რაღაც მთებზე ხართ და ამ მთაზე დგახართ და ბურთს აგორებთ. და ეს ბურთი, რა თქმა უნდა, მიუყვება გრავიტაციას, ხო და საერთოდ გახვევა შეიძლება, საერთოდ გამოხვა შეიძლება. და ყოველ მომენტში ხა ეს ბურთის თელი ჩაგორება რომ რაღაც დისკრეტულ დროის ნაბიჯებად დაყოთ რა, თითოეულ ნაბიჯში ამ ბურთს აქვს წინა კვალი ვექტორი, რომელიც მას მიმართულებას აძლევს. და ეგ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ არის ეგ ზუსტად ეგ მომენტუმი. და თუ გვაქვს ჩვენ ძალიან scarce data, ანუ თუ ძალიან ცოტა გვაქვს და რაღაცნაირად გვინდა რომ ეს მომენტუმი შევინარჩუნოთ, მაშინ აი ამას არ დავწერთ, აი ამ optimizer წერტილი 0-ს და წინა გამოთვლების calculation შეინახავს. მაგრამ კიდევ ერთხელ მოვარებ, ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა. მე რა თქმა უნდა ჩვენი აი ამ მოდელით, აქ რაც განსაზღვრეთ, ამ მოდელით ვაპრედიქტებთ ამ images label-ებს, cross entropy loss-ით ვადარებთ ამ ორ ჩვენ დაპრედიქტებულ outputs და
რეალურ labels back propagations ვაკეთებთ და optimizers ვდგავთ, ხო? ეს არის ძალიან სტანდარტული კოდი აი ამ მოდელის ტრენინგის. და რა თქმა უნდა ვუმატებ მე აქ აი ამ საწყის running loss, აი ამ ჩვენ loss items, იმიტომ რომ loss tensor-ი არის და მაგას world log-ავ. და რა გამოვიდა რომ 20 ეპოქაში ჩამოვიდა მთელ 0.6 ну, უფრო დიდი რო გამეზარდალოთ უკეთეს შედეგს ამცემდა, მაგრამ ამის დაროვნასაც არც ის დაჭირდა და სიმართლე გითხრათ, მაგამდე იმაზე მქონდა გაშვებული კოლაბზე, მაგრამ იმის მერე რაღაცები შევცვალე და ამიტომ კომპიუტერზე რო გადმოვიტანე, ბევრჯერ კატესტო ვერ მოასწარი, თორე ალბათ 25 უფრო ადეკვატური იქნებოდა. ამის მერე გვაქვს ეს ჩვენი მას. ანუ 20 სტეპი, ანუ ესე უკეთესი იდეა არ იქნებოდა, რომ ანუ 1 საათი რომ გვაქვს, იქნება 20 სტეპს მაგალითად 45 წუთი სჭირდება და ან დროის მიხედვით, ან მაგალითად თუ 5 წუთზე მეტი გვაქვს დარჩენილი 1 საათის დროიდან, კიდევ ერთი ეპოქი გავაკეთო, ან ეპოქების გაკეთება ისევ გავაკეთოთ და როდესაც 5 წუთზე ნაკლები დაგვრჩება მაგალითად ეპოქების გაკეთება შევწყვიტოთ. 5 წუთი ძალიან დიდი საწყარია, მაგრამ ანუ ასეთი რაღაც ბევრად უკეთესი არ იქნებოდა უბრალოდ ეპოქების დალოქვაზე მაგალითად 25-ზე. კაი კითხვა არის და მოდი ორ ნაწილად ჩავშლი. ერთი არის ის, რომ ყოველთვის შეიძლება ბევრი ტრენინგი არ იყოს კარგი იდეა. შეიძლება ეს უშუალოდ ამ კონკრეტულ data-ს არ ეხებოდეს, იმიტომ რომ მაგდენი ხანი არ მიტრენინგებია, მაგრამ ძალიან ხშირად შეიძლება რომ თუ საკმარისი data არ გაქვს და თუ საკმაოდ შედარებით კომპლექსური ნეირონული ქსელი გაქვს, overfitting-ი მოხდეს და ძალიან დიდხანს თუ ატრენინგები იმაზე მეტად თუ რაც საჭიროა. მაშინ შეიძლება რომ მაგ შენ data-ს ზედმეტად მოერგოს ეგ ნეირონული ქსელი და ვეღარ განზოგადდეს. მაგისთვის რა თქმა უნდა არსებობს ეს რეგულარიზაციის მეთოდები, რაც არის ხოლმე ეს dropout-იც რაც არის ან თავად data-ს რეგულარიზაცია, მაგრამ ასევე არის კიდე ეგეთი ტექნიკა, რომელსაც ქვია early stopping, რაც ნიშნავს, რომ დროზე ადრე გააჩერებს, თუ მიხვდა, რომ ამის მერე overfitting-ს აკეთებს და ძალიან სპეციალიზდება მაგ შენ დატაზე რა. თუმცა ეგ ყველაფერი ახლა რაც ვთქვით, ყველაფერი არის ისევე როგორც თელ მანქანურ სწავლებაში არის შენს XM-შენებზე დამოკიდებული და შენს დატაზე. წინასწარ მაგის განსაზღვრა ძალიან რთულია, როდის უნდა გააჩერო, ანუ early stopping როდის უნდა მოხდეს. ჩაშენებული აქვს PyTorch-ს მაგის ფუნქციონალიც, მაგ early stopping-ისიც, მაგრამ არის ძალიან როგორ გითხრა, ანუ ეგეც შეშენის უნდა ცვალო მაინც რა ხელით, რომელი value-ები იქნება, რომელი ჰიპერპარამეტრები იქნება კარგი. თუმცა ზოგადად ეგ კაი მიდგომა არის, რა თქმა უნდა, რომ თუ გაქვს საკმარისი data და თუ მოდელის გაქვს ადეკვატური კომპლექსურობის, მაშინ ადექი და იმდენი ხანი ატრენინგი, რამდენიც დრო გაქვს. მართლა კაი უკეთესი მიდგომა იქნება ნამდვილად. შეგიძლია ეს გაზარდოს 60-მდე და რამდენიც იქნება, იქამდე იზარდოს, არაფერი პრობლემა არ არის. სწორი მიდგომა არის ნამდვილად. უბრალოდ მე ვიცოდი, რომ არ მეყოფილა კომპიუტერი, ამიტომ ესეთი პატარა რიცხვი დავსვი, თორე კი სწორი მიდგომა ნამდვილად. კარგით. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ანუ ხშირად image მოდელებისთვის cosine-ის, ანუ თვითონ cosine optimizer რომ არის, შეგარაჯობია რომ ვიხმაროთ ვიდრე ადამი? Cosine optimizer-ი, რომელია, cosine similarity-ს ხო არ გულისხმობ შენ? ანუ სახელში cosine ქონდა, ანუ თვითონ კოსინუსის გრაფია Adler's models. Cosine annealing scheduler-ი? კი, აი ეგა. ეგ რაღაც კონკრეტული loss function-ი არის, რომელიც რომ მე არ შემხვედრია. ძალიან კაია, რომ თქვენ იცით, მეც ნახავ მე რა არის. პირველად გავიგე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქამდე რა loss function, აქამდე რა image classification-ზე რა შეხებაც მქონია, ზოგადად computer vision-ზე არასოდეს არ ქონია ამას პრობლემა, მაგრამ მაგასაც ვნახავ მე როგორი მოდელია ზუსტად. მაგრამ ზოგადად ადამი ისეთი მაგიტო არის მგონი პოპულარული, რომ მგონი კი ადამი მაგიტო არის პოპულარული, რომ ადამიანიც და Adam W-ც რო არის მგონი ესე იწერება პირდაპირ. ორივე მუშაობს кейსების აბსოლუტურ უმრავლესობაზე. შეიძლება რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში ეგ თქვენს რაც ახსენებთ, ეგ უკეთესი იყოს, მაგრამ თუ არა გაქვს რაღაცა კარგი მიზეზი, რატომაც ეგ იხმარო,
by default ან Adam WR-ში თან ადამი. ნუ უფრო ადამი ხოლმე. მაგრამ კაია ეგ რო თქვი, მაგას ნახავ მე მეც თვითონაც არ ვიცოდი. კარგით. ეს გამზადებული ფუნქცია რაც უწევთ გამზადებული არ იყო ჩვენ და დაგვემთავრებინა, მაგრამ ის იყო რომ ეს prediction-ებისთვის JSON-ი გავაკეთებინა, JSON ფაილი, submission JSON-ი რაც პირობაში იყო მოთხოვნილი და ახლა აქ არაფერი ისეთი დასწავლი. Modelis evaluation-ს ვაკეთებ პროსტა model evaluation mode-ში ვთავთ PyTorch-ისთვის და gradient-ების გარეშე ვაწვდით data-ს, predict-ებს და მაგ index-ს ვეძებთ რაც არის ამ ჩვენ index to class-ში. ეგ ყოფილა ჩვენი prediction-ი და მე საბოლოოდ აი ამ ჩვენ data frame-ს ვასეივებთ submissions.json ფაილში, ფოლდერში. და ხო, ნახეთ ისეთი რაღაც დაგვიფრინდა. მე დავამატეთ compare answers-ის ფუნქცია, რომელიც რეალურ data-ს ავდარებს ჩვენ დაფრედიქტებულს და მივიღე ესეთი შედეგი. რომ ჩვენი საბოლოო accuracy არის 90.13%, რაც იქიდან გამომდინარე რამდენი ხანის დატრენინგი და საკმაოდ კარგია და მეტნაკლებად კარგი accuracy-ების დაგვიჯდა. ერთადერთი გამონაკლისი არის dog და ამას აქვს ორი ახსნა. ერთი ის რომ ბევრი შედარებით ბევრი ისეთი შემთხვევა არის, სადაც ფოტოში არის ამ 8-დან 2 ცალი კლასი. და ეგ მეორე ხშირად არის ხოლმე dog. და ნუ რატომღაც კი არა და იმ extract label-ის მიხედვით ეგ dog-ი შედარებით ხდება store label-ად. მეორე არის ის რომ თავად ეს ამ dog-ის კლასს შეიძლება ეწეროს ბევრი ისეთი Yorkshire Terrier-ი ან Bulldog-ი ან რაღაცა ეგეთი. ისეთი კლასები ეწეროს, რომელიც მე არ დამიმატებია აი ამ dictionary-ში და მაგიტომ ვერ მოხდა ტრეინინგი აქ. როგორც ვთქვათ, მარტო სამი აღმოვიცანი რაც იყო. შეიძლება რამე სოციალურად ჩამატებინა. თუმცა ზოგადად სურას თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი არის იქიდან გამომდინარე, რომ არც ისე კარგ ლეპტოპზე ადეკვატური დრო დაჭირდა ტრეინინგისთვის. ნუ ძირთადი რაც მინდოდა რომ აქიდან რაც შეიძლება რომ აქიდან წაიღოთ არის ის რომ როგორ შეიძლება რომ იფიქრო როგორ ამოიღო შემცირებული როც არ გაქვს გამზადებული ლეიბელები არსებული მონაცემებიდან ეგ ლეიბელები როგორ დაექსტრაქტო ხო weak labels პრობლემა რაც არის რომ caption-ებიდან ამოვიღეთ ჩვენ კლასები რაღაცა აპროქსიმაციის მეთოდით შეიძლება იდეალური არ იყოს მაგრამ სულ არაფერს ჯობია იყო ეგ ერთი იდეა და მეორე იყო რაც ეს უფრო ტექნიკური ნაწილი არის PyTorch-ში რომ კოდი წერა მაგ დროს რომ იცოდეთ რომ უნდა გააკეთოს data set-ი რომელსაც ეს სამი ფუნქცია magic ფუნქცია აუცილებლად უნდა კონდეს დაიმპლემენტირებული მერე თავად მოდელის definition და PyTorch-ის neural network-ის ტრეინინგის loop-ი და სიმართლე გითხრათ რამდენი paper-ის მაქვს დაკითხული, ნუ paper-ში უშუალოდ კოდები არ არის ხოლმე როგორც წესი, მაგრამ თუ არის დალინკული კოდი, აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს PyTorch-ს, იმიტომ რომ open source-ი არის და მეტამ თავიდანვე იზრუნა იმაზე, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის და research-შიც და Google-ის გარდა ყველას თავის მოდელებისთვის PyTorch-ს იყენებს. Google იყენებს თავის TensorFlow-ს, რომელიც მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ემხიან ამის თქვა მინდოდა კითხვები ხო არ გაქვთ რამე რომ ამოცანაში მეტრიკა ხო F1 იყო. და ჩვენთან არის წერა ეგეთი რაფერი? ანუ ხო თვითონ იმაში არ წერია, მაგრამ ანუ accuracy თუ იყო 98 ძალიან მაღალია ისედაც. 98 იყო, 90 იყო. ხო, ალბათ F1 უფრო F1 შეიძლება, ანუ F1 კაი ლოსი როცა არიცი რა ხდება. ხა, accuracy default loss არის და უბრალოდ მაგიტო გავაკეთე. თორე ხო F1-დან შეგვიძლია რა თქმა უნდა ჩავანაცვლოთ კი. ეგ სადმე მე რას ნახე აქ არის წერა თქვენ საიდან მე იცოდით რომ F1 იყო? არა, accuracy იყო, მგონი მე ვიკითხე რომელი იყო. ეგ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ანუ accuracy თუ იყო oversampled class-ებს უფრო მეტ weights ანიჭებს score-ზე თვითონ. ხო, თავისთავად. კი ბატონო. ბატონო, სხვა კითხვებიც გაქვთ თუ ერთი კითხვა აქვს. აი ადამიანის ოპტიმაიზერი რო გამოვიყენეთ, იქ ხო თქვით რომ ანუ მომენტუმს ვანულებდით და ადამიანის ერთ-ერთი პლუსი ეგ არ არის რომ პირიქით სიჩქარე აქვს.
არა, მომენტოს კი არ ვანულებთ. ნახე, კაი კითხვა არის. ადამიანის მომენტომი არ ნულდება. აქ რაც ხდება, ადამიანისთვის არის, ოპტიმაიზერ სტეპი მაგას შინაგანად მიხედავს. მე რაც თქვი არის, რომ ეს 0 გრადს ვაკეთებთ ხოლმე. ეგ არის ეგეთი ნარჩენების, ასე ვთქვათ, 11 ნარჩენების, რომელსაც მოდელი აერთოეწინებს, მაგის განულება. ამს რო არ ვანულებთ, ეგ ნიშნავს, რომ წინა გრადიენტის რაღაცა პატარა numerical overflow-ები და underflow-ები და რაღაცა ეგეთები, ანუ რაღაც რიცხვითი გამოთვლის ზედმეტი შედეგები, ასე ვთქვათ, მაგებს ვინახავთ ეს ხაზი რო არ დავწეროთ. მაგას რო ვინახავთ, ერთადერთი რაც შეიძლება რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, უბრალოდ ძირითადად რაც შეიძლება გამოვიყენოთ, არის ეგ რო ეგ მიმართულება მისცეს. ეგ რო არა და მაგას მარტო იმ შემთხვევაში ვიყენებს თუ გვაქვს scarce data რა, ანუ ფული არის რომ ბევრი data დავაგროვოთ და დავასკვნათ აუტომატიზერისთვის კარგი მიმართულება რა არის ზუსტად. ამიტომ 0 გრადი მაგ შემთხვევაში ან ძალიან სპეციფიურ შემთხვევებში შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევაში ვანულებთ. ისე რომ შეკითხოს დავუბრუნდეთ ადამიანის მომენტს ვინახავთ კი, ანუ ეგ შინაგანად არის ამ კლასში დაიმპლემენტირებული და optimizer step-ი მაგას მიხედავს. მადლობა. მას უკვე დატრენინგებული მოდელის გამოყენება არ შეგვეძლო? არა, ეგ task-ის პირობაში იყო? კაცი ხო, კაცი აღწერა იყო ეგ. თორე ეგ თქო საქმეს გამარტივდა ერთ-ერთი ეგ უშუალოდ აქ წერა, რომ აი იქ vision transformer-ები და resnet-ები და clip-იც არ შეგვეძლო გამოგვეყენებინა. აი, მაშინ მეტი კითხვა თუ არ არის, მას დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა, დავამთავრებ ხავე recordings. ამ კოდს გაგვიზიარებთ. კი, ერთი წუთი. 1 minute.